29 სექტემბრით დათარიღებული ეს წერილი ევროკავშირის საელჩოდან ციხეში პატიმარ ზვიად ცეცხლაძესთან გაიგზავნა. ორგანიზაცია დაფიონის მსჯავრდებული ლიდერის საპასუხო გზავნილში ევროკავშირი წერს, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსლაზე, პატიმრებზე და უბიზო რეჟიმის შეჩერების რისკებზე შფოთავს და საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ზვიად ცეცხლაძე ერთ-ერთია იმ მსჯავრდებულთაგან, რომლის გათავისუფლებასაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ითხოვს. დაფიონის დამფუძნებელი 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. სოციალურ ქსელებში კვლავ იძებნება ვიდეოები, სადაც აქტივისტი სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ინსტრუქციას გასცემს და მოქალაქეებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებს ასწავლის. დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით, რაც არის უბრალოდ არ დავასახელებ ახლა ლაივში, რომ ვინმე არ მომედაოს. სადაც ბარიკადები აწყობილია იმის წინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეკლიანი, ლურსმიანი დაყრილი იმისთვის, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოვება. რამიზანს ემსახურება ევროკავშირის საელჩოს მხრიდან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში პატიმარ ცეცხლაძისთვის გაგზავნილი წერილი და მისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის საელჩოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმი ამ დრომდე არ დაუქმია. ევროკავშირის საელჩოს პოზიციას ოპოზიცია ფაქტის კონსტატაციას უწოდებს და პრობლემას ვერც იმ მოწოდებებში ხედავს, რომელსაც ევროპელი დიპლომატია ჟღერებს. წერილში წერია ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართველოში მყარდება ლეგალისტური გზით, რეპრესიებით, პროპაგანდის გამოყენებით, ყველა ინსტრუმენტის საშუალებით ამ ქვეყანაში მყარდება დიქტატორული რეჟიმი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ოცნების პროპაგანდის ნაწილია, რომ თითქოს ვინმე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. ის, რაც ოპოზიციის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერა დაღიქმება საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ტოლფასია. მართველი პარტია ელჩების დუმილსა თუ მათი მხრიდან წახალისებულ ძალადობაზე, პრემიერ-მინისტრი კი ევროკავშირის საელჩოში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ესეც მეტყველებს ევროკავშირის საელჩოში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მომენტი. ნახეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შემდეგ ნახეთ, აი ვინც ამ განცხადებას აკეთებს, მათი წარმომადგენლების მხრიდან აქ ამ ყველაფრის რომანტიზება. არა მხოლოდ დუმილი და შეფასება, არამედ პირიქით წახალისება. ერთ განცხადებასაც არ აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სამაგიეროდ ყველა ის ექსტრემისტი, რომელიც აქ ჩართული იყო, ისინი ნათლავდნენ გმირად. ბატონ ცეცხლაძეს იქნება თუ სხვა პიროვნებები, ვინც დაკავებული არის, აბსოლუტურად ყველაზე არსებობს ტკისებულებების ძალიან მაღალი სტანდარტი და ძალიან მაღალი ხარისხი, რითიც იხელმძღვანელა ჩვენმა სასამართლომ. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ევროკავშირი კვლავ აგრძელებს იგივე ნაბიჯების გადადგმას, ეს რა თქმა უნდა პირდაპირაც ირიბადთან ახალისებს, რა თქმა უნდა, ძალადობას. პავლ ჰერჩინსკი, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის აქტიურად საუბრობს, 4 ოქტომბრის ძალადობაზე ამ დრომდე დუმს. მისი საელჩო კი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსჯავრდებულთან მიმოწერითაა დაკავებული.